სექსუალური უმცირესობების და მათი ზღვარს გადასული უფლებების წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლას შეერთებულ შტატებში LGBT თემიდან პოლიტიკურ დონეზე პირველი გამოხმაურება მოხვა. როგორც ჩანს, ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატების ფალავანი სარა მაკბრაიდი იქნება. პირველი ტრანსგენდერი კონგრესმენი შეერთებული შტატების ისტორიაში. ცნობისთვის, დელავერიდან არჩეული კონგრესმენი მამაკაცად დაიბადა და მისი სახელი ტიმ მაკბრაიდი იყო. მაგრამ სულ რაღაც 21 წლის შემდეგ მის ადგილას სარა მაკბრაიდი გაჩნდა. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტიმს ჩაეცვა კაბა, წაესვა პომადა და საჯაროდ ეღიარებინა, რომ ამიერიდან ქალია და მორჩა. სინამდვილეში კი ვითომ სარად გადაკეთებული ტიმი, გარდა იმისა, რომ დაიბადა კაცად, დღემდე ყველა ბიოლოგიური პარამეტრებითაც კაცია. ანუ ყველა მამაკაცური ღირსება თავის ადგილზე აქვს. როგორც გითხარით, მხოლოდ კაბა ჩაიცვა და პომადა წაისვა. ამ სქესარეული ადამიანებისათვის მთავარი ხომ აღქმებია და არა ფაქტები. ხო და ტიმმა თავი ქალად რომ აღიქვა, მაგიტომაც ახლა ქალად უნდა მოიხსენიოს ყველამ. ქალების ტუალეტით უნდა ისარგებლოს, ქალთა საერთო საცხოვრებელში შეუძლია იცხოვროს და ასე შემდეგ ქალების პრივილეგიებით ისარგებლოს. თუმცა მაკბრაიდს ამ სქესობრივმა ვირეშმაკობამ გაცილებით მეტი პრივილეგია შეერთებული შტატების კონგრესმენობა მოუტანა. ყველაფერი კი ჯერ კლინტონის, შემდეგ ობამას და ბოლოს ბაიდენის ფერადი პოლიტიკის წყალობით გახდა შესაძლებელი. სწორედ მათი კანონებისა და პროპაგანდის დამსახურებით დაიწყეს LGBT ადამიანებმა პოლიტიკური კარიერის კიბეზე ასვლა. ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების დაფინანსებით კი ხდებოდა მათი გაპიარება, პოპულარიზაცია და პროპაგანდირება. სწორედ ამ ტრანსგენდერული ტალღის წყალობით გახდა სარა ჯერ სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე, შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომელი, შემდეგ დემოკრატიული პარტიის ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი და ბოლოს კონგრესმენი. შეიძლება ითქვას, რომ მის შემთხვევაში ვოუკიზმა ყველაზე მეტად გაამართლა. ბოლოს და ბოლოს პირველი ტრანსგენდერია ამერიკის კონგრესში. დღეს კი როგორც უკვე გითხარით, დემოკრატების მთავარი ფალავანია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ეს ფალავანი პირველ შეტევაზე გადადის. მისი შთაგონების წყარო გახდა ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. მაკბრაიდმა განაცხადა, რომ ესაა თურმე ეგრეთ წოდებული წითელი ხორცი ტრამპის ექსტრემისტი ამომრჩევლებისთვის. წითელი ხორცი, ანუ გადაგდებული სატყუარა თავისი მომხრეებისთვის. ეს არის წითელი ხორცი ტრამპის ინტერნეტ ტროლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ მის ბრძანებას, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ამერიკელ ხალხს სურსო, განაცხადა მაკბრაიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას. და აქ იწყება ნამდვილი დემაგოგია, რომლის მსგავსიც არაერთხელ მოგვისმენია ქართველი ლიბერასტებისგანაც. ანუ რა დროს გარყვნილების პროპაგანდაზე და სქესთა რაოდენობაზე საუბარია, როცა ამერიკელ მშრომელებს ძირითადად გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები ადარდებთო, განაცხადა სარამ. გახსოვთ ხო ჩვენი ადგილობრივი ლიბერ ოპოზიციონერების განცხადებები? რა დროს LGBT პროპაგანდაზე საუბარია, როცა რეგიონში ომია, საქართველოს კი რუსეთს ინდივიდუალურ სანქციებს არ უწესებსო? ან და რა დროს გარყვნილების ამკრძალავი კანონის მიღება, როცა საქართველოში ამდენი რუსი ტურისტი ჩამოდისო და ასე შემდეგ. მოკლედ ფსევდოლიბერალიზმი ყველგან საქართველოშიც და ამერიკაშიც ლიბერასტების იდეოლოგია, რომელიც უბრალოდ არ არსებობს დემაგოგიის გარეშე. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტს 20 იანვრიდან ოფიციალურად იკავებს, მან არაერთი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რათა შეეზღუდა ტრანსგენდერი ადამიანების, შეიძლება ითქვას, რომ შეუზღუდავი უფლებები და გაეუქმებინა LGBT საზოგადოებისათვის არსებული ფედერალური ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული დაცვა. ერთ-ერთი ბრძანება, რომელიც მან თანამდებობაზე ყოფნის პირველივე საათებში გამოსცა, იყო ის, რასაც ჯანსაღი საზოგადოება მთელს მსოფლიოში უპირობოდ აღიარებს. აშშ-ის მთავრობა ცნობს მხოლოდ ორ სქესს, მამაკაცსა და ქალს და კრძალავს ფედერალური სახსრების გამოყენებას იმაზე, რასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გენდერულ იდეოლოგიას უწოდებენ. შეერთებული შტატების მთავრობა ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამაკაცი და ქალი. დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე ხელი მოაწერა კიდევ რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას. ისინი ეხება სკოლებს, რომლებიც რადიკალურ გენდერულ იდეოლოგიას ავრცელებდნენ არასრულწლოვნებში, ღიად ტრანსგენდერი პირების სამხედრო სამსახურში მსახურების აკრძალვას და არასრულწლოვნებისთვის ეგრეთ წოდებული გენდერული მხარდაჭერისათვის საჭირო მკურნალობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
ამ ნაბიჯებმა შეიძლება ითქვას, რომ შედეგების მოტანა მაშინვე დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შტატში საავადმყოფოებმა განაცხადეს, რომ ტრანსგენდერი არასრულწლოვანების მკურნალობას აჩერებენ, რადგან ეშინიათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ დაფინანსებას შეუწყვეტს. ასე გადარჩება ასეულობით არასრულწლოვანი სხეულის დასახიჭრებას და ფსიქიკურ აშლილობას, რაც ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული სქესის შეცვლის სამკურნალო პროცედურების დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში უვითარდებათ ახალგაზრდებს. რაც შეეხება ამერიკულ ჯარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში განაცხადა, რომ სქესშეცვლილი ადამიანები ვერ შეძლებდნენ ამერიკის არმიაში სამსახურს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ მიიღებს ტრანსგენდერებს არმიის არც ერთ პოზიციაზე. ჩვენი არმია უნდა იყოს კონცენტრირებული მძლავრ გამარჯვებებზე და არ უნდა შეიზღუდოს ტრანსგენდერების სამედიცინო ხარჯებითა და არეულობით, რაც მათ სამხედრო სამსახურში ყოფნას მოყვება. ტრამპმა ეს დაპირებაც ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალევე შეასრულა. და მართლაც, როგორი დასაცავია ისეთ ჯარში წესრიგი, სადაც მამაკაცებს ერთმანეთის გენეტალიების დანახვაზე ელეთ-მელეთი ემართებათ. LGBT ლობისტებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შეიარაღებულ ძალებში გაუკუღმართებულ ადამიანებს მასიურად შეეღწიათ, რომ მათ აღარც საკუთარი ქვეყნის ჯარის სიძლიერე და აღარც ქვეყნის უსაფრთხოება აღარ აინტერესებდათ. ამ მიზნის მისაღწევად კი LGBT ლობისტებს ჯერ ობამას, შემდეგ კი ბაიდენის ადმინისტრაცია ეხმარებოდა, რომლებმაც ამერიკულ ჯარში LGBT პირებს კარი ფართოდ გაუღეს. ტრამპის კიდევ ერთი ბრძანების შესაბამისად ფედერალური ციხის თანამშრომლებმა სცადეს ტრანსგენდერი ქალის, რომელიც სასჯელს ქალთა ციხეში იხდიდა მამაკაცთა დაწესებულებაში გადაყვანა. თუმცა მასაჩუსეტსის მოსამართლემ ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეაჩერა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ LGBT ლობისტებს სხვადასხვა დაწესებულებებში ჯერ კიდევ შემორჩათ ერთგული ხალხი. ფედერალურ სააგენტოებს აქვთ ასევე განკარგულება, რომ ტრანსგენდერ თანამშრომლებს აუკრძალონ იმ საპირფარეშოების გამოყენება, რომელიც მათ დაბადების დროინდელ სქესს არ შეესაბამება. მარტივად რომ ვთქვათ, ქალად გადაცმული კაცი ვერ ისარგებლებს ქალების საპირფარეშოთი, რაც აქამდე ჩვეულებრივად ხდებოდა და არავის არ აინტერესებდა ჰეტეროსექსუალი ქალების აზრი. ყველა ზემოთხსენებულ დადგენილებას, რა თქმა უნდა, ისევ ტრანსი დაუპირისპირდა. სარა მაკბრაიდი, დელავერის შტატის სენატორი და დემოკრატიული პარტიის წევრი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. შესაბამისად, ის არის ფაქტობრივად LGBT ლობის ერთადერთი ნათელი წერტილი. თავად საპირფარეშოების ეს უცნაური პრობლემაც ამერიკის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდეგ დადგა. როდესაც ტრამპმა დაამარცხა LGBT მესიად წოდებული კამალა ჰარისის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამასთან რესპუბლიკელებმა დემოკრატებს აჯობეს კონგრესშიც და მოიპოვეს უმრავლესობა. კამალა ჰარისის LGBT ადამიანებით გაძეძგილი პარტიული სიიდან წარმომადგენელთა პალატაში ერთი ტრანსგენდერი ქალი, სარა მაკბრაიდი მაინც გაძვრა. კაბაში გადაცმულმა კაცმა, რომელმაც სარა დაირქვა, ჯერ ფეხიც არ ჰქონდა შედგმული ახალ სამუშაო სივრცეში და უკვე აცხადებდა, რომ მას ქალთა საპირფარეშოთი სარგებლობა სურდა, რადგან ის თავს ქალად აღიარებს. მაკბრაიდს იმედი ჰქონდა, რომ ასე მაინც შეძლებდა რაღაცნაირად LGBT დღის წესრიგი შეეტანა კონგრესში. მაგრამ იმედები LGBT ლობისტებს და მის მოყვარებლებს აქაც მალე გაუცრუვდათ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელმა ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს კაპიტოლიუმში ქალთა საპირფარეშოების გამოყენებას უკრძალავდა. ამის გამო მეისი კონგრესის წევრის დაშინებაში დაადანაშაულეს. LGBT ლობისტების აზრით, ქალს თუ არ უნდა მამაკაცთან ერთად ერთ საპირფარეშოში სიარული, ეს არის ტრანსის დაშინება და მისი უფლებების შელახვა. მაგრამ თუ ქალები კაბაში ჩაცმული კაცის ქალთა საპირფარეშოთის სარგებლობას დათანხმდებოდნენ, ეს იქნებოდა დემოკრატიის ზეიმი. მოკლედ, ყალბი ქალი რომ მშვიდად არ გაჩერდებოდა, ეს იმთავითვე ნათელი გახდა და აი როგორც კი ტრამპმა ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, ტრანსი ისევ აყვირდა. მან დაგმო პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცემული ახალი აღმასრულებელი ბრძანებები და ახალი ადმინისტრაცია ტრანსგენდერი ამერიკელების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. 20 იანვრიდან მოყოლებული ვესაუბრე ჩემს ტრანსგენდერ ამომრჩევლებს და მათ ოჯახებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის დაუნდობელი თავდასხმების გამო შიშში ცხოვრობენ. ბევრ ამერიკელს აქვს შეკითხვები ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ადმინისტრაციის ფართო მასშტაბიანი და ბოროტი პოლიტიკა იყენებს ამ კითხვებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ინტერვიუში ტრანსმა თქვა, რომ არ დაუშვებს ტრანსგენდერი ამომრჩევლები ან რომელიმე დელავერელი,
ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდეს. მაკბრაიდი ამბობს, რომ ტრამპის მიზანია პატრიოტების ჩამოშორება ფედერალური სამსახურიდან. მე გავაგრძელებ ამ ადმინისტრაციის მცდარი პოლიტიკის გამომზეურებას, რომელიც მიზნად ისახავს ერის გახლეჩას მუშათა კლასის ხარჯზე. ტრანსის აზრით, თუ სკოლებში ბავშვებს არ ასწავლიან LGBT აქტივიზმს, ჯარში მსახურება არ შეეძლებათ ტრანსებს. ასევე საპირფარეშოში თუ ჰეტერო ქალს მშვიდად შეეძლება შესვლა და ეცოდინება, რომ ვიღაც კაბაში გამოწყობილი კაცი არ უთვალთვალებს, ეს ყოფილა არაპატრიოტული. აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც კი კაპიტოლიუმში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საკუთარი გენდერული იდენტობის შესაბამისად საპირფარეშოების გამოყენება აიგრძალა, მაკბრაიდმა უკან დაიხია და მაშინ თქვა, რომ შეზღუდვას დაემორჩილებოდა. მე აქ საპირფარეშოებზე სასაუბროდ არ ვარ, განაცხადა მან. ასე რომ მაკბრაიდს და ყველა LGBT უკუღმართობის მხარდამჭერს ახლაც ზუსტად იგივენაირად მოუწევს შეგუება იმ აზრთან, რომ ამერიკაში აღარ არის არც ობამას და არც ბაიდენის დრო. რეალურად მაკბრაიდს LGBT ლობი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა თანამდებობისთვის და ის შემთხვევით არ მოხვედრილა კონგრესში. მას შემდეგ, რაც 21 წლის ასაკში სქესის შეცვლა გადაწყვიტა, ჯერ სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე, შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომელი, მოგვიანებით დემოკრატების ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი გახდა. 2016 წელს ის პირველი ტრანსგენდერი იყო, რომელიც დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. საბოლოოდ კი კონგრესშიც აღმოჩნდა. სინამდვილეში, LGBT ლობისტები, ოლიგარქიული ოჯახები და მათი დამქაშები დიდი ხნით ადრე გეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს და მიყვებიან LGBT გეგმას, მაგრამ მათ მაინც ვერ გათვალეს, რომ ჯანსაღ საზოგადოებას კი აქვს მოთმინების დიდი, მაგრამ არა უსაზღვრო უნარი. შედეგად, მათ გეგმები და განზრახვები დონალდ ტრამპმა და ამერიკელმა ხალხმა წყალში ჩაუყარა. ამერიკა აღარც გარყვნილების პროპაგანდას და აღარც LGBT პირების უსაშველოდ გაზრდილ უფლებებს აღარ შეეგუება. ფსევდოლიბერალიზმი, იგივე ლიბერალური ფაშიზმი, სიცრუეზე უფრო ზუსტად არ არსებულ გამოგონილ ფასეულობებზე აგებული მსოფლმხედველობაა. ესაა იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ბუნებრივია და აღიარებს ყველაფერს არარსებულს და არანორმალურს. წარმოიდგინეთ, რა უნდა იყოს იმაზე არაადეკვატური, რომ ბოლო 30 წელიწადი მთელ მსოფლიოში ყველაზე მეც კამათობენ იმაზე, თუ რამდენი სქესი არსებობს ბუნებაში, 2 თუ 70, თუ 130, ან იქნებ 350. და რაც მთავარია, ამ თემაზე კამათობენ მეცნიერები, ექიმები, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ სერიოზული პროფესიის წარმომადგენლები. და როგორც უკვე აღნიშნე, ლიბერალური ფაშიზმი წარმოუდგენელია დემაგოგიის გარეშე. როცა გვიმტკიცებენ კაცებს მენსტრუაცია აქვთ და კაცების ტუალეტში სპეციალური ტამპონები უნდა იდოსო, ან კაცებსაც შეუძლიათ ბავშვები გააჩინონო, დემაგოგიაა, აბა რა. სინამდვილეში ხომ საუბარია ქალებზე, რომლებმაც თავი კაცებად გამოაცხადეს, მაგრამ როგორც ქალებს, ისევ აქვთ მენსტრუაცია და ისევ შეუძლიათ გააჩინონ ბავშვები. ამ დემაგოგიით კი ცდილობენ უბრალოდ მოგვატყუონ, შეცდომაში შეგვიყვანონ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება დაარწმუნონ ვინმე, რომ მათი გარყვნილი მსოფლმხედველობა სწორია და ეს შიზოფრენია ყველამ უნდა აღიაროს დედამიწის ზურგზე. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის რომ ტრამპის მთავარ მოწინააღმდეგედ ამერიკელმა ლიბერასტებმა ტრანსგენდერი სარა მაკბრაიდის გარდა ვერავინ იპოვეს, მეტყველებს იმაზე, რომ LGBT გარყვნილება თავისი განვითარების მწვერვალს უკვე გასცდა და დიდი ტემპებით მიექანება უფსკრულისკენ. ამ დაღმასვლას კი უკვე ვერანაირი დემაგოგია ვეღარ შეაჩერებს. ეს ბუნების კანონია. დროებით.